ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ქართული ხალხის წინაშე, ჩემი კლუბის წინაშე, ხელმძღვანელობის წინაშე. ძალიან გვინდოდა რომ ეს გავუკეთებინა. ეს არის ჩემი ოცნება რა, რაზეც რავი ყოველ დღე და ყოველ ღამე ვფიქრობ ძილის წინ და მგონია რომ ამას აუცილებლად მივაღწევ რა, დღეს იქნება თუ ხვალ, ამას აუცილებლად გავაკეთებ ამ გუნდთან ერთად რა, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია რა, როცა ესე გინდა რაღაცა არის ძალიან ბევრი გასაცდელი, მაგრამ რაღაცეებზე წინ უნდა დავაყენოთ ალბათ. ბევრი რაღაცა რა, უფრო მეტი მონდომება, უფრო მეტი შრომის მოყარეობა გვჭირდება, პროფესიონალიზმი უფრო მეტი და არ ვიცი, ვერ ვიტყვი რომ ვინმე თავდადება დააკლო, ვინმე რაღაცა დააკლო დღეს თამაში, უბრალოდ ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ამ ორი თამაშის განმავლობაში, იქაც ესტონეთში და დღესაც, პირადად მე მქონდა ესტონეთში ძალიან კარგი მომენტი, რომ მოგვიგო ეგ თამაში. ერთი რაღაც თქმა შემიძლია, რომ პასუხისმგებლობას ვგრძნობ რა და არაფერს არ გაურბის არც არავინ ამ გუნდის არც ერთი წევრი. მივიღებთ ყველანაირ κρიტიკას, უბრალოდ უფრო ძლიერები დავუბრუნდებით. როგორც ველოდი, ძალიან დაძაბული თამაში იყო და რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთ თამაში, ორი თამაში ჯამში დავთმეთ და რა ვიცი, მართალი გითხრათ, თავი სათქმელი ისეთი არაფერი არ არის ხელგულზე, ერთი ვიცი, რომ ცოტა მაინც მეტი ხასიათი გვმართებდა და ბოლოს უკვე დაღლაც დაგვეწყო და პრინციპში მომენტებიც რაც იყო პირველ მატჩში აი რეალიზაცია მომენტების ქონდა მაგის პრობლემაც და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ დასანანია და რა ვიცი ბევრი რაღაცა გვაქვს გამოსასწორებელი. Yeah, I think we started well. ფიქრობ რომ თამაში კარგად დავიწყეთ. მატჩის პირველ ნახევარში მეტოქეზე უფრო მეტი საგოლე ეპიზოდი შევქმნით. მეორე ტაიმშიც გქონდა უპირატესობა, თუმცა ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. ფეხბურთში ასეა, თუ გოლს არ გაიტან, ამას შენი მეტოქე გააკეთებს. მიხარია რომ გოლი გავიტანე, ამისათვის ღმერთს მადლობას ვუხდი. თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო. ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ. მათ ბევრი საგოლე ეპიზოდი შექმნეს, თუმცა ვფიქრობ რომ მეორე ტაიმში უკეთესად ვიასპარეზეთ და ჩვენი მეტოქის მსგავსად რამდენიმე შანსი ჩვენც გქონდა. მნიშვნელოვანია რომ ამ შანსების გამოყენება შევძელით. ამ გამარჯვებას ვულოცავ ესტონეთს, ლევადიას და ჩემს ფეხბურთელებს. მათ ამ შედეგისთვის ძალიან ბევრი იშრომეს.